სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალწლად გასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს მინდა დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ გითხრათ რომელიც ძალიან ხშირად ჩვენი წარმოდგენების მიხედვით რაღაცა არასწორად ასოცირდება ხოლმე რაღაცა მოვლენებთან. ჩვენ გვაქვს ჩვენი ადამიანური წარმოდგენები რაღაცა გარკვეულ მოვლენებთან და აი ამ ადამიანური გონებით, ადამიანური ლოგიკით ვცდილობთ იმ საფრთხო, ესე იგი ნათლის, აი დღევანდელ ნათლზე გვექნება საუბარი, ნათლის დატევას, რომელიც არანაირად არ ჩაჯდება ამ საფრთხო ადამიანურ ლოგიკაში. როგორ შეიძლება ესე იგი ერთ კოვზე დაეტევოს ოკეანი დაახლოებით და ესეთი შედარება შეიძლება მოვიდა. მე გადავწყვიტე რომ დღევანდელი საკითხული სახარების შესახებ გესაუბროთ დღეს და ფერისცვალების დღესასწაულის საკედან გამომდინარე ვთქვათ ამ დღესასწაულის შესახებ ორიოდე სიტყვა. დღევანდელი საკითხული სახარება იწყება ისეთი სიტყვებით, რომელმაც უნდა დაგაფიქროს ნამდვილად. ფერისცვალებაზე უფრო მეტად თვითონ სიტყვება უნდა დაგაფიქროს, რომ რაღაცა მოხდა და აი რა მოხდა ეს უნდა გავიგო. ასე წერია: 6 დღის შემდეგ წაიყვანა იესო, პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი მაღალმთაზე განმარტოები და ფერი იცვალა მათ წინაშე. რა შუაში 6 დღის შემდეგ? რაღაცა მოხდა 6 დღის წინ. აი ეს რაღაცა რა მოხდა 6 დღის წინ? ზუსტად შეიძლება განმარტავდეს ფერისცვალების დღესასწაულს, ვიდრე ჩვენ როგორც უნდა არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა აი ამ უქმნელი ნათლის შესახებ, რომელი ნათლიც გამოუწყინდათ მოციქულებს, რომელი ნათლიც იხილეს მოციქულებმა, ასე შემდგომ და როგორც არ ვილაპარაკებთ, ვერ გავხსნებით მაინც ამ ლაპარაკს, იმიტომ რომ რაც გქონდა შეიძლება იმაზე მეტი ვერაფერი ვერ წაიღო, რადგანაც უქმნელი ნათელი შენთვის გონება მიუწვდომელია ჩემთვისაც, რადგანაც როგორც კი სიტყვა ნათელს ვახსენებ, მაშინვე განათებული რაღაცა ის მახსენდება, რაღაცა სინათლე მახსენდება. ზის სინათლე იქნება თუ ნატურის სინათლე იქნება თუ ის რა ქვია, ფანრის რამიშნულობა აქვს, რაღაცა ესეთი ჩემი გონება ასე აღიქვავს, ესეთ ასოციაციას აკეთებს. ამიტომაც მე გადავწყვიტე წაგიკითხოთ რა იყო 6 დღის წინ და ამის მიხედვით გავაგზავნოთ ლაპარაკი. დაიწყო იესომ გამხელა 6 დღის წინ რაც ხდება, ეხლა იმას გიგითხავთ, ეს მე-16 თავის 21 მუხლია, გამხელა მისი მოწაფეებისთვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ვნებულიყო უხუცესებისა და მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან. მოკლულიყო და მესამე დღეს ამდგარიყო. ამის შემდგომ არის თუ გახსოვთ ის ამბავი პეტრემ რომ გაიყვანა და არ გააკეთეს და განვეჩემდან სატანაური ეუბნება. ამას აღარ გიკითხავთ, იცით ეს ამბავი, მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს აგრძელებს თხრობას სახარება, ვისაც უნდა რომ გამომყვეს მე, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და შემომიდგეს მე. კიდევ ერთხელ მიმეორებ, 6 დღის წინ ეუბნება ამას. ვისაც უნდა რომ გამომყვეს მე, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს თავისი სიცოცხლის გადარჩენა დაუყავს მას. ხოლო ვინ ჩემი გულისთვის დაუყავს თავის სიცოცხლეს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებელი ექნება ადამიანს თუ თექნიერებას შეიძინოს, თავის სიცოცხლეს კი დაუყავს. კარგი, ამ ტექსტს აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ შეიძლება დრო წაგვართოს, თუმცა ძალიან საინტერესოა და ნამდვილად სამშენებლოა, მაგრამ მე მინდა და თქვენი ცოდნადაც ზუსტად რა მოხდა 6 დღის წინ და რა. ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ ვისაც სურს, ესე იგი, რომ მე გამომყვეს, უნდა უარყოს თავი და უნდა აღიღოს ჯვარი, მაგრამ აი სად უნდა გაყვეს, ეს ძალიან ძნელი გასაგებია. იმიტომ რომ საუბრობ ჯვარცმის შესახებ, სიკვდილის შესახებ. ამ ჯვარცმაში თუ უნდა გაყვე და ამ სიკვდილში უნდა გაყვე, ამას რაღაცა ფასი უნდა გქონდეს. ანუ ამაში შეიძლება წაყვე, ოღონდ უნდა იცოდე რომ რაღაცა შედეგია ბოლოში. უაზროდ სიკვდილი ხომ აი რაღაცა უაზრობაა თვითონ სიტყვა ესე მიმეორებ ახლა ამ იგივე სიტყვას, მაგრამ აი უაზროდ სიკვდილი თუ გადაწყვეტა ადამიანმა და უაზროდ მოკვდა, აი რატო? მიზეზი ხომ შეიძლება იგივე რომ რატო? აი უაზროდ რატო?
ვუყურდები ადამიანი. რატომ თვითულობ ამ ჯვარს, რატომ თვითულობ აი ამ ასეთ სიმძიმეს, ასეთ წამებას, ასეთ უბედურებას. მაგრამ აი ამ უაზრობაში რომ არ დარჩენილიყო ადამიანი, აი ამ გაუგებრობაში რომ არ დარჩენილიყო ადამიანი და რომ სწოდნოდა რა ელოდება მას მომავალში, ამიტომაც მოხდა ის შემდგომში რაც მოხდა. და მოხდა რა? მათ იხილეს ის სინათლე, უქმნელი სინათლე, რომელიც სინათლეც იყო მათთვის ენით აღწერილი, რასაც ვერ მოყვება ადამიანი, ენით აღწერილი სიხარული, რომელმაც სიხარულმაც აბსოლუტურად დაავიწყდა მოციქულებს სად იყვნენ, რა მდგომარეობაში იყვნენ და რას ლაპარაკობდნენ ისიც კი, იმიტომ რომ პეტრე ისეთ რამეს ამბობს, რომელიც მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იქ ყოფობასთან. იმიტომ რომ ისეთი ბედნიერია, ისეთი სიხარულით არის სავსე, რომ ამბობს, რომ მოდი ავაშენოთ აქ სამი კარავი. ხაზზე არიან, ის წვერზე არიან ასულები და ხედავენ მაცხოვარს, რომელსაც მოსე და ელია უდგანან გვერდით და პეტრეს თავაზობს, რომ მოდი ახლა სამი კარავი ავაშენოთ, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ელიასთვის და ჩვენ ავიდგინებით მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება, რაც კი შეიძლება რომ ვიყო და ვარსებობდე, აი ამ არსებობაში მინდა რომ ჭვრეტდე ამ სინათლეს, რომელსაც ახლა ვუყურებ, ამიტომ მზად ვარ დავრჩი აი ამ ფიცვერზე სამუდამოდ. სამუდამოდ. აი ესეთი გახლავთ აი ამ სინათლის შედეგი. ესეთი გახლავთ ჭვრეტელობა ღვთისა. ოღონდ ამას თავისი წინაპირობა ახლავს. ჯვარი ახლავს. რომ შენ ჯვარი უნდა ითვირთო და აი ამ ჯვრის თვირთვით შედეგად მიიღწევა სწორედ ის, რომ ამ სინათლის ჭვრეტელი ხდები ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ავიწყებს ყოველგვარ ამ ქვეყნიერს ადამიანს. ამიტომაც კიდევ უფრო წვრილად თუ წავიკითხავთ, მოდი განვიხილოთ სახარებისეული დღევანდელი ამბავი, რომ წაიყვანა სამი მოციქული, პეტრე, იოანე და იაკობი. ეს სამი მოციქული გამორჩეული იმით, რომ რაღაცა განსაკუთრებულ მოვლენებში ყოველთვის თან დაყავს, მაგალითად იაიროსის ქალიშვილის აღადგენა მკვეთრით, სწორედ ეს სამი მოციქული ესწრება. რაღაც კიდევ რა არის განსაკუთრებული მოვლენები, რომ ეს სამი მოციქულია პეტრე, იოანე და იაკობი, იოანე და იაკობი ძმები არიან. რატომ ისმის კითხვა? მიზეზი გახლავთ ის, რომ ისინი უფრო მეტად მზად არიან დაითიონ ის დაუტევნელი, რასაც ქრისტე ხადაგებს ან მოქმედებს ამ შემთხვევაში. რაღაცა სულიერი სიმაღლე ხო არსებობს, ვიღაცა უფრო მეტ ციტებს და ვიღაცა უფრო ნაკლებს. ამიტომ ისინი უფრო მეტ მზაობას იჩენენ ამ ყოველივესთვის. რატომ სამი? იმიტომ რომ ებრაული ჯულის მიხედვით ჩვენ თუ მათეს სახარებაში წავიკითხავთ, ამ ჯულს იმოწმებს მაცხოვარი და ამბობს, რომ ერთი იოტაც კი არ უნდა გადავიდეს ამ ჯულიდან, იმიტომ რომ საფრთხოს ჯული, საფრთხო გამოცხადება მოსესთან, რომელიც გამოცხადდა და რომელიც იქნა ჩაწერილი მოსეს მიერ. ამიტომ ამ ჯულის მიხედვით რაღაცა მოვლენა რომ დაადასტუროს ადამიანმა, მინიმუმ 2 კაცი უნდა იყოს მოწმე. 2 კაცი საკმარისია. სამი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს რაღაცა გარკვეულ მოწმობას. ამიტომ სამი ადამიანი, რომელმაც უნდა თქვას ამის შესახებ, რაც მოხდა და რა მოვლენაც მათ იხილეს. ეს არის მოკლედ აი ამ ჯულის აღსრულება, შეიძლება ასე ითქვას. ილია და მოსე, რომლებიც არიან და ესაუბრებიან, რაზე ესაუბრებიან სხვათა შორის ჯვარცმის შესახებ ესაუბრებიან. რაც იხილეს მოციქულებმა. გახლავთ დადასტურება იმისა, რაზეც ბრალსდებდნენ ხშირად მაცხოვარს, რომ ის იყო თითქოს რჯულის დამარღვეველი. რჯულის დამარღვეველი თუ იყო მოსე მასთან არ ელაპარაკებდა, იმიტომ რომ მოსე რჯულდებელია. მან ჩაიწერა რჯულის ყველა თითოეული კანონი, რომელიც ღვთისგან გამოცხადებით მიიღო. ამიტომ თუ ქრისტე რჯულს არღვევდა, მოსე მას ჯვარცმაზე კი არა, სწორედ ამ რჯულის დარღვევაზე დაელაპარაკებოდა, თუ კი ასეთი ხილვა ეკნებოდა მოციქულებს. ელია წინასწარმეტყველი, ეს გახლავთ ცოცხლად ატაცებული ზეცად, რომელსაც გარდაცვალება არ უხილავს. ამიტომაც არის თქმულება, გარდამოცემა, რომ ელია მეორედ მოსვლის წინ მოვა და მას მოკლავს ანტიქრისტე, რომ ის უნდა გარდაიცვალოს, ისე როგორც ყველა ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან სწორედ ამ სახით. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ნახეთ თითოეული ეს დეტალი თითქოს არაფერს ისეც არა, ამ დროს ძალიან ბევრ რამეს ამბობს. მოსე რჯულდებელია, ელია ცოცხლად ატაცებულია. მოსე ყველა მიწის რომ გარდაიცვალა და საფლავი, სადაც დამარხეს, მერე კი ვეღარ იპოვეს, დაიკარგა, მაგრამ
ნუ იციან რომ გარდაიცვალა, ილია არ გარდაცვლილა. ანუ ქრისტეს ელაპარაკებიან და როგორც უპირატესის ელაპარაკებიან. ერთი არის უდიდესი წინასწარმეტყველთა შორის, მეორე არის ესე იგი წინასწარმეტყველობის სკოლის დამაფუძნებელი საერთოდ ილია წინასწარმეტყველზე გეუბნებით და მაცხოვარი პირდაპირ ანიშნებს, ერთი ხომ გარდაიცვალა, მეორე არ გარდაცვლილა, მაგრამ ის ღმერთია ცოცხალთა და მკვდართა. ამიტომაც მოციქულებმა ეს უნდა იხილონ. ეხლა იმ ნათლის შესახებ, რომელი ნათელიც გამოუწყიდათ მათ და აი რაღაც ესე იგი ამ აგონიაშია შეიძლება ითქვას პეტრე და ამბობს ესეთ რამეს რომ სამი კარავი ავაშენოთ და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ საკუთარ თავზე კი აღარ ფიქრობს. ხოლო ეს სინათლე, ხოლო ამ სინათლეს ჭრეტდეს, ხოლო ეს სიხარული იყოს მის გულში ამ სინათლის ჭრეტელობისგან გამომდინარე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წვერზეა და იქ ღამით საკმაოდ ცივა, პეტრეს საერთოდ არ ახსოვს თავისი თავი. კარვის აშენებას აპირებს მხოლოდ იქ, სადაც ეს სინათლე შეიძლება იქნას დავანებული და თვითონ რა პირობებშიც არ უნდა იყოს ზად არის ამ პირობებში იყოს იცხოვროს და უყუროს და ჭრიტოს აი ეს სინათლე. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პეტრე ამას ამბობს, თვითონ არ იცოდა რას ამბობდა, როდესაც წერია. ამის შემდგომ არის ხმა ზეციდან. ღრუბელი, რომელიც მოახლოვდა და ხმა გაისმა, რომ ესე არის ძე ჩემი საყვარელი. თანამედროვე ქართულად ესე არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც არის ჩემი სათნოება. ეს სიტყვები თქვენ უნდა იცოდეთ, რომ კიდე ერთხელ იყო გაჟღერებული და თუ გახსოვთ იორდანეზე, როდესაც ნათლისღების დღეს მაცხოვარი მოინათლა, იოანე ნათლისმცემელმა წყალში ჩაიყვანა, ზეციდან იყო ხმა. ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება. ოღონდ იქ დამთავრდა ეს წინადადება. აქ გრძელდება წინადადება. მას უსმინეთ. იმიტომ რომ ნათლისღების დროს მას არც ერთი ქადაგება არ უნდა წარმოთქმული. შესაბამისად, როგორ უნდა მოესმინათ. აი ახლა უკვე ქადაგება წარმოთქმულია მისი არაერთი სწავლება არის გაჟღერებული, შესაბამისად მას უსმინეთ. კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, რომ პეტრე, რომელიც ინიციატივით გამოდის ამ კარვების აშენებისა, რომ აქ დარჩნენ სამუდამოდ, პეტრემაც უნდა უსმინოს იმ ხმას და რომელ ხმას, რომ ჯვარცმა გარდაუვალია და შენც უნდა იპირთო შენი ჯვარი, თუ გინდა რომ დარჩე ამ ნათლის ჭრეტაში. აი ამ ხმას თუ არ ისმენ, მაშინ ნათელს ვერ იხილავ. იმიტომ რომ ნათლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა შენ ისმენ აი ამ ხმას, აი ამ ხმის მორჩილებაში ხარ. იმიტომ რომ თუ არ აღიარებ ძე ღვთისას, როგორ იხილავ მის ნათელს? როდესაც ხდება გამომწყინება აი ამ ნათლისა, როგორ ფიქრობთ თქვენ, ქრისტემ იცვალა, ღმერთი შეიცვალა თუ მოციქული? რა თქმა უნდა, მოციქული შეიცვალა. მოციქულების თვალის ახელა მოხდა და დაინახეს ის სინათლე, რომელსაც გამუდმებით ატარებდა ქრისტე. განა იმ წუთში გამომწყინდა, განა იმ წუთში განათდა. უბრალოდ იმ წუთში მოხდა ამათი მიერ თვალების გახელა და დანახვა იმ რეალობისა, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანის გარდა არის ღვთაებრივი ნათლით შემოსილი პიროვნება, იმიტომ რომ ძე ღვთისა არის ნამდვილად და ჭეშმარიტად. და ამის დადასტურება გახლავთ ყოველივე ეს აქ მოთხრობილი სახარება და აი ეს ჩვენება მოციქულებისთვის რაოდენ საჭირო იყო, რომ ისინი ჯვარცმისთვის მომზადებულიყვნენ, რომ იხილავდნენ უკიდურესად დამცირებულს, უკიდურესად შეურაცხყოფილს, უკიდურესად შეიძლება ითქვას უსუსურს, იმიტომ რომ თითქოს არანაირი ძალა არ აქვს თავს რომ უშველოს საკუთარ თავს ჯვარცმულ მაცხოვარს, მაშინ უნდა გახსენებოდათ სწორედ მისი ფერისცვალება და უნდა მიეღოთ ეს როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, რომ ამ ადამიანს ვინმე კი არ მოერია ძალადობრივად და ასე კი არ გააკრეს ჯვარს, არამედ მან თვითონ მისცა თავისი თავი ჯვარცმისთვის. ის თვითონ დათანხმდა ამ ჯვარცმაზე და რომ არ დათანხმებულიყო, ეს არ მოხდებოდა, ვერ მოხდებოდა, ვერც კი მიეკარებოდნენ, ახლოსაც ვერ მივიდოდნენ მასთან. ამიტომაც ეს უნდა ყოფილიყო მოციქულებისთვის სწავლება იმ დროს, მაგრამ ახლა 21 საუკუნეში რა სწავლებაა ჩვენთვის? ძალიან ბევრის მომცემის სწავლება, რომ სინამდვილეში ღმერთს უნდა ეძიებდეს, აი ამ სინათლის მაძიებელი უნდა იყოს ადამიანი. ჩვენ თანამედროვე სამყაროში ხო ასე არის, რომ
ნებისმიერ რაღაცა კვლევის საგანს თავისი რაღაცა საზომი აქვს ახლა სიგრძე თუ მინდა გავზომო ამისთვის არსებობს სპეციალური ხელსაწყო წნევა თუ მინდა გავზომო იმისთვის ხელსაწყოა რაღაცა წინაღობა იქნება თუ რაღაცა ისა რა ქვია სიმძლავრე რაღაცა მოცემულობისა ამის ყველაფერს აქვს თავის ხელსაწყო აი ღმერთის ძიების ხელსაწყო აი როგორ შეიძლება გამოვიძიოთ ვარსკვლავს თუ ვიციებ რაღაცა ტელესკოპი უნდა მქონდეს და აქედან უნდა გავხედო და შევხედო ამას ყველაფერს ღმერთის ძიების ხელსაწყო გაახლავთ ადამიანის გული ამიტომაც წერია 9 ნეტარებაში ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა რამე თუ მათ ღმერთი იხილონ ეს ხომ იესო ქრისტემ თქვა ამიტომაც აქ გაჟღერებული ეს სიტყვა მას უსმინეთ თუ კი შენ მას მოусმენ და დაიწყებ გულის განწმენდას აუცილებლად იხილავ ამ ნათელს რომელი ნათელიც აბსოლუტურად შეცვლის შენ ცხოვრებას და დაგარწმუნებს იმაში რომ რაც არ უნდა გადაგხდეს თავს არაფერი ღირს ამ ნათლის დაკარგვის ფასადს ამიტომაც ამ ნათლისკენ სწრაფვა იწყება მაშინ როდესაც იწყებ ამ სიტყვების შესრულებას რომ მას უნდა უსმინო როგორც ეს ზეციდან იქნა მოწოდებული მისი მსმენელი თუ ხარ მაშინ უნდა დაიწყო გულის გაწმენდა როგორც გითხრა რომ ნეტარი არიან წმინდანი გულით არამედ მათ ღმერთი იხილო და იხილავ ღმერთს და ეს არის ჩვენი მიზანიც და ეს არის ჩვენი ესე იგი ამ ქვეყნიური დასასრულიც ასეთი უნდა იყოს ყველა მორწმუნეს შემართება და ასეთი უნდა იყოს მომავლის იმედით ცხოვრება ამინ გალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა ამინ